განსხვავებისთვის არსებობს ეგრეთ წოდებული საყრდენი დეტალები. აი თვალთან ახლოს crane training ongoing crane all crane training ongoing ये क्रेन का जो है वो ट्रेनिंग चल रहा है जो भी उसको कैसे चलाना है हाउ टू ऑपरेट हाउ टू लिफ्ट मटेरियल एंड टैकल्स जो भी उसका टैकल्स है जो लिफ्टिंग टूल्स है उसके बारे में बता रहा है कैसे जो आपको लिफ्ट करना है मटेरियल और उसका क्या प्रोसेस है उसके बारे में समझा रहा है क्रेन ट्रेनिंग ის ხო ჩამოვარდება აი ამ ჩარჩოთი დაეცემა რელს. ეს რომ არ მოხდეს, აი მცირე მანძილზე არის საყრდენი დეტალი, რომელიც რელსის თავზე გაცურდება და კრანი არ გადავა, ამწი აღარ გადავა იმედად. რელსები სანამ გაჩერდება, მანამდე ცოტა გაცურდება, აი ეს რელსის თავს და გაცული იქნება ამზე რო არ ჩავარდეს იმ სავალ გზაზე რელსიდან. ბოლოში სავალი გზის ბოლოებში იქით და აქეთ მოწყობილი არის, მოწყობილია ხოლმე საყრდენი საბჯენი მოწყობილობა, საბჯენი მოწყობილობა იმისათვის, რომ თუ მივიდა იქამდე მიებჯინოს და იქით ვეღარ წავიდეს, რელსიდან არ გადავარდეს. აი ეს საბჯენი იკავებს. ეს შუაში იქნება ის გვერდზე. ცოტა გამოწეული რელსიდან გამოცილებული და იმას აი ბრელი წინააღმდეგობა რომ დავუყენოთ აქ აი ესე პალასასავე აი ესე მოღუნული რომ აი ამ მოღუნულ ნაწილზე შეგორდეს ბოლო გამომრთველი და მერე სწორად წავიდეს, ანუ გამორთულ მდგომარეობაში იქნება. და გათიშავს გადააბნილებას მიმართულებით, ხოლო უყურ მიმართულებით თავისუფლად დააბრუნებთ ქსელი სისტემა ელექტრული საშუალებას იძლევა, რომ უკან შრომები ჩართავდა გამოვა, ოღონ წინ სანამ ის შესული იქნება სწორ ზედაპირზე პალასა რომ დავახვედრეთ ესე ის ბოლო გამომრთველის კონტაქტები გათიშა იმან სწორზე რომ გადავიდა და რამდენი სარუდო ვეცადოთ იქით მეტი აღარ წავა. ინერციით გაგორდება, მუხრუჭი მოქმედებს და ეს დგება არანაკლები 50 სანტიმეტრში საყრდენიდან. და გათვალისწინებულია სამუხრუჭე მანძილი. სამუხრუჭე მანძილი რაც აქვს, ანუ რო გამოვთავ და დამუხრუჭე რაღაც მანძილს ხო გადის კიდე. სანამ კარგად მოუჭერს ის მუხრუჭები, ინერციით რაღაც მანძილს გაივლის. და რატო? იმიტომ რომ რელს მთელი დამიწების პროცესი მიდის ლითონის კონსტრუქციაზე. თუ სადმე დენი გადავიდა, ბოლო ამწიდან გადაეცემა რელს საიამის საშუალებით. აი ეს ლითონის კონსტრუქცია ყველა რაც კი არის ყველა შეერთებულია ერთ სქემაში და ამწიდან მოდის ფორბალზე და ბოდლიდან რელს. რელსის ერთი ბოლო იქნება ადგილი მიერთებულია დამიწებასთან. დამიწება შეიძლება იყოს
სამკუთხედად განლაგებული ალო ესე დამიწება მოდის გარეთ სადღაც ჯერ კონტურია ცეხში მთელი პერიმეტრზე არის გაკეთებული პალასა ან არმატურა და ყველა ელექტრომომხმარებელი უერთდება იმ კონტურს. კონტური და ბოლოს გადის დამიწების ადგილას. არის თუ ამ ბერკეტს აი ესეთი იქით მოძრაობს. აი ამ ნართულებით მოძრაობს. მაშინ დავახვედრეთ აი ესეთი წინააღმდეგობა. ესეთი. არა, პირიქით. აი აქ დავახვედრეთ ესეთი წინააღმდეგობა. ये जो है जॉर्जियन में समझा रहा है जॉर्जियन में ये मास्टर है ट्रेनर मास्टर है वो जॉर्जियन में समझा रहा है क्रेन का लिमिट स्विच कैसे काम करता है रेल लाइन में उसी के बारे में बता रहा है ठीक है explaining about this limit switch crane limit switch this is for railway line მიზანი რა არის ბოლო გამორთველის პრინციპი რომ პუსკატელი ანუ გამშვები აპარატი რომელმაც ჩართო სამი ფაზა და მოტორმა დაიწყო მუშაობა ის გამშვებს აქვს კოჭა ელექტრომაგნიტური კოჭა რომელმაც ის მოძრავი კონტაქტი შეაერთა როცა ჩამთველი ამისი აი მაგნიტურ კოჭას კოჭაში მენის გავლას ახორციელებს თუ ეს კონტაქტები გაწყდა მაგნიტური პუსკატელში მაგნიტურ პუსკატელში სამფაზაზე რომ მიდის ერთი უძრავი კონტაქტია მეორე ჟურასაც მოიყვა ჟურასაც აი მოძრავს ამოძრავებს सारे लोग ट्रेनिंग में बैठे हुए हैं ქსელში ჩართული არის თუ აქ გავწყვეტეთ ის მაგნიტით დასუსტდება და კონტაქტი გამოირჩევა ანუ მოტორი გაჩერდება აი ეს პრინციპია რომ აქ რომ მივა ბოლო გამომთველი ამ წინააღმდეგობაზე ანუ აი აქ აი ამაზე შემოგორდა ეს პერკეტი შეტრიალდა იქით ესე რომ იყო აი ესეთი პოზიცია დაიკავა და გათიშა ეს კონტაქტები გათიშულია მანამ აქ იქნება მაგნიტი თუ გაითიშა იმ მოძრავ კონტაქტს აღარაფერი აჩერებს და ზამბარა უკან გამოწევს და მოტორიც გაჩერდება მთავარი მოტორი რომელიც იქით გადაადგილებაზე ამუშავებდა მექანიზმს სავალი ნაწილი ამასაც კი აქვს ადგილი ერთი აქტიურად ნატურასთან მედის ერთი фаза და 0 ये एक्सप्लेन कर रहा है इलेक्ट्रिकल के बारे में कि इलेक्ट्रिकल का फेस कितना फेस का रहता है उसके बारे में बता रहा है ठीक है करेंट का सप्लाई जो है वो कैसे रहेगा इलेक्ट्रिकल सप्लाई how to power supply connection and this is wire how to go to power აი აქ ნებისმიერ ფაზასა და ნულს შორის არის 220 ვოლტი აქ 380
ये वोल्ट बता रहा है कितना वोल्ट है, हाउ मच पावर। 380 ვოლტი. დავუშვათ აქ ნულზე ადამიანი რო შეეხოს, არაფერი არ არის. სარიალი ნულში დენი არ არის, ფაზებში არის ხოლმე. ნულში დენი არ არის. თუ წრედი შეკრულია ნულშიც გადის დენი და დასაწყისში მაღალი დენი იქნება, თანდათან მიიღება. აი ეს სპირალი რო ავიღოთ, პლიტის სპირალი თუ წარმოგიდგენია. ეს მეტად წარმოვიდგინოთ და ესე მოდის स्पाइराली मेरे ऐसे स्पाइराली में से स्प्रिंग होता है, वो स्प्रिंग होता है हीटर के लिए, जो कि करंट जो है करंट को रिड्यूस करता है, उसको स्पाइराली बोलता है। आई फाजा थू आँख मोदी इसमें स्पाइराली जो होता है ना, करंट को रिड्यूस करने के लिए आता है आपका स्प्रिंग टाइप का, वो इसीलिए करंट जो है रिड्यूस करता है, इसीलिए उसको स्पाइराली बोलता है। रशियन कॉल स्पाइराली। აი ხელსაწყობი ინდიკატორით რო შევეხოთ, აქ შეიძლება არაჩვენოს დენი ფაზა და თანდათან თუ აქ დავამოკლებ და აი ამას აი აქ შევახებ თუ გინდა, ეს უფრო დავარვარ ბევრში და გადავა მეწა უკვე ნულია. მეწა შეიძლება ლანჩა გახეთქოს ამ დენმა, წავა მაქსიმალურად დიდი დენი და ადამიანის სხეულს აქვს წინააღმდეგობა ომეგა 0-ის ტოლი არ არის რა, გარკვეული წინააღმდეგობა აქვს დენის გატარებისადმი. მაგრამ დენმა რო გაიაროს, ის წინააღმდეგობა უნდა დაძლევოს და ამ დაძლევაში აზიანებს სხეულს, ცოცხალ ორგანიზმს, უჯრედებს აზიანებს, შეიძლება დაანახშიროს ისეთმა დენმა გაიაროს. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს სადენი აქვს რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობა ადამიანს. თუ აქ წინააღმდეგობა არ არის, დენი ირჩევს იოლ გზას. იოლ გზას ირჩევს და მთელი დენის უმეტესობა წამოვა აქ, რადგან წინააღმდეგობა არ აქვს, ომეგა 0-ის ტოლია, ანუ დენგამტარობისადმი წინააღმდეგობა 0-ის ტოლია, ადამიანს კი რაღაცა წინააღმდეგობა აქვს დენისადმი და აქ წავა უმნიშვნელო რაოდენობა და აქ წავა დენის უმეტესი და დაცული იქნება ადამიანი, ცოტა შეაშშოლებს, შეაშინებს და გადარჩება. ეს პრინციპი აი წარმოვიდგინოთ, ასე უხსნი ხოლმე ყველას. ავიღოთ 200 ლიტრიანი ბოჭკა. ძირში გავუკეთოთ ერთი პოლდიუმა ნახრები, პოლდიუმა ხო იცით რა არის? აი ამ სისხლ ნახრები. კიდე გავუკეთოთ აი ამ ხელა ნახრები. და რომელიც დაფარულია ჯერ, დაკეტილია. გავავსებ პირამდე და გავხსენით ორივე ერთდროულად. მთელი წყალი ითქრიალებს და აი აქედან გამოიცლება. მასობაში აქ შეიძლება 1 ლიტრა ან 2 ლიტრა გამოვიდეს. აი ეს პრინციპი, აი ეს ნახრები წარმოადგენს ადამიანის წინააღმდეგობას, ხოლო ამის წინააღმდეგობა 0-ის ტოლია და აი ეს აჩვენებს, რომ მთელი წყალი აქ გავიდა და მცირე ნაწილი გავიდა იმაში. რო წარმოიდგინოთ წინაღობა ეს გამიწების ხარჯი, ასე თქვა. თუ რამე ვერ გაიგებთ, კიდე შეკითხვები ბრძანეთ და ახსნათ.
დრო ხوار მოვიდა. ძირან. აბა ამათ წაიგეს კითხი აბა. Do you have any question about this? Amuka. Any question is there? Question? No any question. I'm going to check it for you. Is he explaining about railway tracks or the crane rails? Because as I can see, it is for limit switch is used on the crane rails for safety, right? So Train or trolley? both, in both. LT, CT, in both places we use limit switches to avoid that collision. So is he talking about that? And what is this wire connection is going on the rail and grounding? This 380 volt, 220 volt. ბოლო გამოვთვალე. ბოლო გამოვთვალე ქართულად, ხო და მაგაზე საუბრობდით, რომ სიტყვაზე მივიდა ბოლოში და გაჩერდა, ხო, აუ დააკეცინეს ხია. და ეს 380 და 220 გავიგეო. ეს გამიწების ვარიანტი. აი რელსი არის და გამიწებული კრანიდან რელს გადაეცემა. ხო, გამავიწყდა და მე აი ეს პერამიჩკები რა თუნდა. იმიტომ რომ გადაბმისა სტიკერში ჟანგილი, ჭუჭყი რაღაცა იყიდებს და წინაღობა იზრდება. კარგი კონტაქტი უნდა გქონდეს, ამიტომ აი ასეთი პერამიჩკები ხდება. პერამიჩკები ეს ელექტროობა გადის რკინიგზაზე, კაცო? ელექტროობა გადის იმ რკინიგზაზე? დამიწება გადის, დამიწები. თუ დენი გადავიდა, თუ ეს რელსი სხვა, ეს სხვა, ეს სხვა, დამიწება იქიდან კონტაქტი უნდა იყოს საიმე. Oh. He is talking about arting. Yes. Arting. So whenever you are Massa. connecting the rails, between rails there should not be a big gap. It should connect to each other, because sometimes some dust, garbage, something is collecting inside, and then your arting will be reduced. Instead of how much, 4 ohm something, it will be 20. Yes. And resistance will go in. Katamoge. Jambara, რა მითხარი? Zambara. Jambara, Prujina. Prujina იცი Zambara. Jambara ქართული არის რა? ო. ისე რასიანne? Georgian also they use Prujina. Prujina. Rare case you see Zambara. Jambara. Jambara. This Russian Georgian college is spring. Like a spring, is Russian called Jambara. Kartuli college is Jambara. Russian is Prujina. უნდა დილით იქნება თუ წლის მიღების დროს დაათვალე. ეს არის ერთი ვარიანტი. ამას ქვია ბერკეტული სისტემით მოქმედი ბოლო გამოვთვალე. ანუ აი ეს ღერძი რო გადის, იმაზე არის მოწყობილი კონტაქტები. ძალიანი კონტაქტია, რომელიც აი ამ ორ იმაზე, ორ წვერზე, რომელიც მატორისკენ მიდის, უსხატენისკენ, აი იმას ედება და დაამოკლა ის ორი წვერი და დენი გადის უკვე.
როცა გაიხსნება, იქ დენი აღარ გადის იმ წრეში. ანუ მოტორის სამფაზა ჩამთველს პუსკატელს მოძრავი კონტაქტი აქვს. ერთი უძრავია, აი იმის კოჭა, მაგნიტის კოჭა, რომელსაც უკან ესა სამბარას უკავია უკან ის და მაგნიტი რო ჩაერთვება, მიიზიდავს და აი ესე ჩართავს იმ მთავარ მოტორს. და როცა აქ კონტაქტი გაითიშება, აი მაგნიტი აღარ მოქმედებს და სამბარა უკან დააბრუნებს იმ მოძრავ კონტაქტს. აქ ამ ღერძზე დამაგრებული იქნება ის საშუალება, რომელიც ამ ორ წვერს გადააერთებს და მუშაობის დროს ყოველთვის გადაერთებული უნდა იყოს და როცა უნდა შეწყდეს მოძრაობა, ის უნდა გაითიშოს. ამ შემთხვევაში ეს წარმოვიდგინოთ, სად მუშაობს ახლა ასეთი ბერკეტი. მუშაობს ტვირთის აწევის სიმაღლის შემზღუდველი, ასე ქვია. ანუ კაკვის საკიდი რო და კიდევ ტვირთის არეში. ეს არის ტროსი პატარა. He is explain about anti-tube block. Anti-tube block. He explaining anti-tube block. जब हम लोग जब हाबिस जब करते हैं, जब when you main hook and auxiliary hook, when you lift up, and after that this is a, when you are touching, touch this is anti-clock weight and automatic. This is a पावर कट ऑफ. पावर जो है पावर कट ऑफ हो जाएगा. स्विच एंटी टू ब्लॉक के बारे में बता रहा है, एक्सप्लेन कर रहा है. एक्सप्लेनिंग अबाउट एंटी टू ब्लॉक. व्हेन देयर इज वेट टचिंग एंड पावर ऑटोमेटिक कट ऑफ. जैसे अपने हम लोग को मोबाइल की रेन में भी सेमी सिस्टम है, लाइक मोबाइल की रेन देसी एंटी टू ब्लॉक जैसे टच करेगा. I am drummer. Korbolach. Mაშინის მრუდე ზედაპირზე რომ აქეთ თუ მოდის, აი ესეთ რამეს თუ დაუხვედრებთ, აი ესეთ რამეს წინააღმდეგობას, ამაზე შეგორდება და აი ამ სწორობანზე უკვე გათიშული აქვს კონტაქტი. Verifikt უნდა იყოს. აი ეს გადამაერთებელი ზამბარა ყოველთვის ცდილობს გათიშული ისა ჩართული იყოს. შეკითხვები რამე გაქვთ? What is the second one? मीटिंग का टाइम ऐसे एंड हो गया है. मीटिंग खत्म हो गया. रघु रखा हिंदी में फीडबैक देने के लिए თავიდან აქ არის ეს შტირია, რომელსაც აი ესე გვალია. მეგისმენ და ვეთო. გვალია და ცერა და იმაზე რომ შედგება როლიკი, აი ეს საფწავა გადაადგილდება და იმ დახრილ ზედაპირზე აგორდება და